ქართული ოცნების წევრები და მათი აქტივისტები დღეს შეკრებას გეგმავენ გარდაბანშიც მიზეზი ანალოგიურია საარჩევნო პროცესის გაყალბება. კოალიციის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ უპირატესობა მამუკა არეშიძეს აქვს მოპოვებული. ახლა გარდაბანს ვრთავთ პირდაპირ ეთერში ჩვენ შეკითხვებს გარდაბანში ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატი მამუკა არეშიძე უპასუხებს. ბატონო მამუკა, მოგესალმებით. პირველ რიგში რის საფუძველზე ამტკიცებთ, რომ უპირატესობა მოპოვებული გაქვთ თქვენ და არა ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს? ვერ გავიგე კარგად თქვენი შეკითხვა, მაგრამ თვითონ სიტუაციის მიხედვით, რომელიც კადრში ჩანს, ალბათ თქვენ ხედავთ, რომ აზერბაიჯანული მოსახლეობა, რომლისგანაც ხელისუფლება მიჩვეულია მუდმივად სიჩუმეს თავდახრას და ქედმოხრას, დღეს არის ქუჩაში გამოსული იმისთვის, რომ ხარი დაუჭიროს ქართული ოცნების კანდიდატს და ბევრი მათგანი ყვება იმის თაობაზე, როგორ ახდენდა ფალსიფიცირებას არჩევნების, როგორ აიძულებდნენ მათ ეს რომ გაეკეთებინათ და სახელებსაც ასახელებენ იმ ადამიანების, ვინ ამ საქმეში იყო ჩართული. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იურიდიული დოკუმენტია. საზოგადოებას ტექნიკურ ხარვეს აქვს ფალსიფიცირების იმ მასშტაბებს, რომელიც მოხდა ქვემო ქართლში საერთოდ და გარდაბანში კონკრეტულად. ბატონო მამუკა, თუ გესმით ჩემი ხმა, სად იმყოფებით ახლა ბატონო მამუკა და სად მიმდინარეობს თქვენი შტაბის მიერ ორგანიზებული აქცია? ეხლა ვიმყოფები აზერბაიჯანულ სოფელ. ეს არის თვითონ, შესაძლოა ამით არის საინტერესო, ეს არის თვითონ აზერბაიჯანელების მიერ ორგანიზებული აქცია, აზერბაიჯანული მოსახლეობის და მთხოვეს ამ აქციაზე მოსვლა. ეს არის სოფელ ქესალოსა და ნაზარულოს შორის, ეს არის ორი უმსხვილესი სოფელი გარდაბნის რაიონის. აი აქ ხდება სკოლასთან ეშეკრება და აი ამ აქციაში მონაწილეობს ეს ხალხი და მათი თხოვნით მოვედი მე აი ამ აქციაზე. და რა მოთხოვნა აქვთ ამ აქციის მონაწილეებს ბატონო მამუკა? მათი მოთხოვნა არის ძალიან საინტერესო მოთხოვნა, მეგონი უნიკალურია თავის შინაარსზე. ერთი რასაკვირველია ტრადიციული მოთხოვნა დავიცვა ჩვენი ხმები. მეორე მოთხოვნა რომ არა ფალსიფიკაციას და მესამე ის არის რომ ჩვენა ვართ ამაში მონაწილე, ეს ხალხი ამბობს, ჩვენა ვართ ამაში მონაწილე და გვინდა ვთქვათ სიმართლე. აი ეს არის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი და არატრადიციული ამ რეგიონისთვის. მესამე მოთხოვნა, მესამე პოზიცია. და ბოლო შეკითხვას დაგისვამთ ბატონო მამუკა, კონკრეტულად რა საარჩევნო დარღვევები დაფიქსირდა თქვენი შტაბის ინფორმაციით იმ რაიონში, სადაც თქვენ იყრიდით კენჭს? ესე იგი პირველ რიგში ეს არის რასაკვირველია არბიის მონაწილეობა უკანონოდ მაჟორიტარისტვის მისმიცემის საქმეში და ამით 4000 ხმა დაახლოებით წაიღეს. მეორე ეს არის კარუსელი, ტოტალური კარუსელი, რომელიც ქვემო ქართლში ყოველთვის ხდებოდა. გარდა ამისა ეს არის ბიულეტენების, ესე ვთქვათ, ჩაყრა როგორც ხდებოდა ყოველთვის და ბევრი სხვა ამდაგვარი რა. მაგრამ თავი და თავი ის არის, რომ ესე იგი ჩვენს უკან განიცდ რაღაც ნაწილი აი ამ ფალსიფიცირებაში მონაწილე ადამიანებისა, რომელიც ცდილობენ რომ დღეს ასე ვთქვათ თავისი საქციელზე ველაპარაკონ. თუ გაქვთ უკვე კონკრეტული საჩივრები მომზადებული, რომლებსაც საოლქო კომისიაში შეიტანთ? რასაკვირველია, სარჩელები არის უამრავი. თუ მიაქციეთ ყურადღება, თქვენმა არხმაც გააშუქა, გუშინ იყო უზარმაზარი აქცია მთელი გარდაბნის რაიონის მოსახლეობის. სხვაჩვენს გუშინ იყო ძირითადად ქართული მოსახლეობა და ეთყობა აზერბაიჯანელების აქტივობას დღეს ამან განაპირობა. ეს ხალხი შეიკრება გუშინ ქალაქ გარდაბანში საოლქოს წინ და მოითხოვეს, ასე ვთქვათ, შედეგების გადახედვა და იმ სარჩელების დაკმაყოფილება, რომელიც შეტანილია საოლქოში. საქმე ის არის, რომ საოლქო 2 დღის განმავლობაში ცდილობს, რომ ეს სარჩელები არ განიხილოს, ეთყობა შესაბამის ინსტრუქცია თბილისიდან არა. აი ამაშია საქმე, თორე სარჩელები უამრავია შეტანილი. გმადლობთ, ეს იყო პირდაპირ ჩართვა. ჩვენ ბოდიშს გიხდით ბოლო ტექნიკური ხარვეზისთვის. მამუკა არეშიძე გარდაბანში ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატი პასუხობდა ჩვენ შეკითხვებს გარდაბნის ერთ-ერთი სოფლიდან, სადაც ამ წუთებში ადგილობრივი მოსახლეობის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.